სახელითა, მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ბოლო ჟამს გახშირდა გადაცემები საერთო სახელდებით ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა რელიგიათმცოდნისა და ჟურნალისტის მანტიით მოსილი ორი ნეობოლშევიკი, რომელთაც ბუნებრივია არც სარწმუნოება და არც ეროვნულობა არ გააჩნიათ. ამასთან ერთად ბუნებრივია, რომ ისინი არიან თოჯინები, რომელთაც დიდი რეჟისორი მართავს. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ პოლემიკაში შევიდეთ ამ საბროლო არსებებთან, მაგრამ აუცილებელია, რომ მოხდეს ლუსტრაცია იმ მიზნებისა, რომლის განხორციელებასაც ცდილობს დიდი რეჟისორი სამაუწყებლო არხზე ნეობოლშევიკური აღლუმების მოწყობით. მას ასე დავიწყოთ ყველაზე მთავარით, სწავლებით ეკლესიის შესახებ. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ბრძანებს, თავისი ღმერთკაცობრივი ბუნების წყალობით ეკლესია უეჭველად ერთადერთი განუმეორებელი დაწესებულებაა ამ ქვეყნიურ სამყაროში და სწორედ მის ასეთ ბუნებაში მდგომარეობს მისი სრული სიწმინდეც. მართლაც ეკლესია წარმოადგენს ღმერთკაცობრივ სახელოსნოს ადამიანთა კურთხევა განათლებისათვის, მათი მეშვეობით კი ყველა სხვა ქმნილების განათლებისა და კურთხევისათვის. ეკლესია წმინდაა, ვითარცა იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეულიც, რომლის უკვდავი თავით და წინამძღვარით თვით უფალია. სული კი ეკლესიისა სული წმინდაა, ამიტომაც ყოველივე წმინდა, მისი სწავლებაც, მისი მადლიც, მისი საიდუმლონიც, სათნოებანიც, მისი ყველა ძალაცა და ყველა საშუალებაც, რომლებსაც ეკლესია ადამიანებისა და სხვა ქმნილებების განწმენდა კურთხევისათვის იყენებს. რა კი ადამიანებისადმი თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო უფალი ეკლესიაც შეიქმნა, თავისი ხორციელ ქმნისა და განკაცების გზით მან განწმინდა ეკლესია თავისი ჯვარზე ვნებით, სიკვდილით, ყდრეთით აღდგომითა და ზეცად ამაღლებით, თავისი საღმრთო სწავლებით, სასაუთ მოქმედებით, მარხვა ლოცვით, საიდუმლოებებით და სათნოებებით. ერთი სიტყვით, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მთელი თავისი ღმერთკაცობრივი ცხოვრებით ქრისტემ მან შეიყვარა ეკლესიայի და თავით ვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმინდა ხოს, განწმინდა იგი საბანელითა მიწკლისაითა და სიტყვითა, რაითა წარუდგინოს თავად მან თავსა თვისა დიდებულად ეკლესიայի, რაითა არა აქუნდეს ციკლევანება, არცა ნაოჭ ბრძვილისა, არცა სხვაირა ესე ვითარი, არამედ რაითა იყოს წმინდა და უბიცო. წმინდა მამებმა თავიანთი ნაშრომ ნაღვაწითა და წმინდა საეკლესიო კრებებზე გამოსვლებით ქმედითად აღიარეს ეკლესიის სიწმინდე, როგორც მისი არსებითი და აუცილებელი ნიშან-თვისება. მეორე მსოფლიო კრების წმინდა მამებმა დოგმატის სიმაღლედ აქციეს ეკლესიის სიწმინდე. წამსის მე-9 წელში გამოხატვით და ეს სხვა საეკლესიო კრებებმაც დაადასტურეს. ვის შეუძლია ისაუბროს ეკლესიოლოგიურ საკითხებზე? მას, ვინც არის ეკლესიის წევრი და ამასთან ერთად აქვს სათანადო ეკლესიური განათლება. ნეობოლშევიკები, ანუ ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანები, მომწყდარნი საეკლესიო ცხოვრებას არ შეიძლება საუბრობდნენ დოგმატიკაზე თუ კანონიკაზე. იქნება ეს უნაკლავ ჩვილთა ცხონების თემა თუ სხვა საკითხები. რადგანაც უპირველეს ყოვლისა ადამიანი, რომელიც ცხონების საკითხს ეხება, საკუთარ გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს. არ შეიძლება ნეობოლშევიკი საუბრობდეს სინოდის კრებათა გადაწყვეტილებებზე, რადგანაც ურწმუნოსათვის ეკლესია, როგორც თვითონ ბრძნობენ, უფალო შეგვიწყალენ და მხოლოდ ინსტიტუციონალური წარმონაქმნია. როდესაც ყოჩაღი კონკავშირელები ეხებიან ეპარქიათა სიმრავლეს და დრტვინავენ და შფოთავენ ამის გამო, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ისინი დარდობენ იმაზე, რომ თითოეულ ქალაქსა თუ სოფელს უფრო ლოკალურ სივრცეში უფრო და უფრო მეტი სულიერი თუ მატერიალური ყურადღება მიექცევა. რადგანაც დღესდღეობით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჩვენი მოსახლეობის მიმართ
მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია იჩენს თავისი მწირი საშუალებებით უმთავრეს ყურადღებას. და ყოველივე ამის ფონზე ნეობოლშევიკები ხმას არ იღებენ ეკლესიისაგან მიტაცებული, დაპატიმრებული სიწმინდეების გამო, ასევე ეკლესიისაგან მიტაცებული უძრავი ქონების გამო, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი ხალხის და არა ჩინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ებრაელი და სხვა ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს საქართველოში, მიუხედავად ამ ერებისადმი ჩემი პატივისცემისა. ნეობოლშევიკები საუბრობენ პატრიარქის მემკვიდრის შესახებ, რაც საკმაოდ დიდ ეჭვს ბადებს. ამ ბატონებს უკვე შეგულებული ხომ არ ჰყავთ თავიანთი კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე ასასაფრებლად. პირველ არხზე, ბოლო სერიალში ასეთ ფაქის თემაზე საუბარი და ასეთი კრეხელური ტონი არის შეურაცხყოფა ეკლესიისა, წმინდა სინოდისა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ საკითხს, რომელსაც ხშირად ხდიან მსჯელობის საგნად ეკლესიის გარეთ მყოფი მართლმადი თოჯინები და რომელსაც საქართველოს ეკლესიის ორიენტაცია ქვია, კერძოდ კი თუ რატომ არ აქვს საქართველოს ეკლესიას დასავლური ორიენტაცია, თვით ასე საკითხის დაყენებაც არის აბსოლუტური გაუნათლებლობის ნიშანი. თუმცა ჩვენთვის გასაგებია ქვეტექსტი თუ რა იგულისხმება დასავლურ ორიენტაციაში და როდესაც ისინი მომდევნო სერიალში ალბათ შეეცდებიან გამოამჟღავნონ თავიანთი ფარული გულის ნაბები, ჩვენ შევეცდებით ისევე როგორც ადრე კვლავ განუმარტოთ მათ მიმდინარეობა მოძრაობის შესახებ, რომელსაც ეკუმენიზმი ჰქვია. ხოლო თუ როგორი ორიენტაცია აქვს საქართველოს ეკლესიას, ამასთან დაკავშირებით მე მოვიშველიებ წმინდა მღვდელმთავრის ნიკოლოზ სერბის სიტყვებს. აზიელი, რომელიც ქრისტეს სახარებას კითხულობს, ამბობს, ის ჩვენიანია, იგი აზიელია, მეუდაბნოა, ლოცველი, ბრძენი და სასაულთმოქმედი. ევროპელი, რომელიც ქრისტეს სახარებას კითხულობს, ამტკიცებს, ის ჩვენიანია, ევროპელია, მოღვაწე, ადამიანთა დაუზარებელი შემწე, დამხმარე, ჰუმანისტი. მაინც ვინ არის ქრისტე? აზიელი თუ ევროპელი, აღმოსავლელი თუ დასავლელი? ჭეშმარიტად, ერთიცა და მეორეც. იგი აღმოსავლელიცაა და დასავლელიც. ამ სიტყვების უმაღლესი გაგებით. მთელი დედამიწა, მისი ყველა კუთხე მას ეკუთვნის. პოლითეისტურ აღმოსავლეთს უჭირს ირწმუნოს ადამიანის, მატერიალისტურ დასავლეთს უჭირს ირწმუნოს ღმერთის. დასავლეთი იოლად აღიარებს კაც იესოს და მას დიად ადამიანთა პანთეონში მიუჩენს ადგილს. აღმოსავლეთი აღიარებს ღმერთ ქრისტეს და ამავე დროს ვერ ძნობს კაცი იესოს საჭიროებას. მაგრამ კაცობრიობის მაცხოვარი ღმერთიცაა და კაციც. იესო ქრისტე აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა დგას და საქართველოს ეკლესიას ორიენტაცია სწორედ მისკენ აქვს. წმინდა მღვდელმთავარი კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა. ასე რომ, ვინც ებრძვის ეკლესიას, ის ებრძვის ღმერთს. დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთს, როგორც აქვს თვისება მოწყალებისა, ასევე აქვს თვისება სიმკაცრისა. რამე თუ იგი მხოლოდ არის ერთადერთი უცდომელი მართლმსაჯული. დავფიქრდეთ ამას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგონოთ.